11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღე, როგორ აღნიშნეს თარიღი საქართველოში, სადაც მთიანეთი მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაცლილია. ბოლო მონაცემებით მთიან რეგიონში მხოლოდ 35,000 ადამიანი რჩება, რაც წინა წლების სტატისტიკას მკვეთრად ჩამოუვარდება. ადგილობრივი მოსახლეობა და ექსპერტები მთის დაცლის მთავარ მიზეზად ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებენ. მთავრობა კი მთის სოფლებში მოსახლეობის დასაბრუნებლად კონკრეტულ სქემას ამზადებს. 100 წლის თამარა ბებო ონის რაიონის სოფელი ჩორდიდან სელაში 20 წლის წინ ჩამოვიდა. იგი იხსენებს, რომ მთის დატოვება მეწყერის გამო მასთან ერთად 60 ოჯახს მოუხდა. მეწყერი მოგვატა პირაკის სოფელში. სახლების დაამკვირია და ხალხის აგვირია და დაგვირია. თამარა ბებო 72 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. მურმან მიქუჩაძე ყვება, რომ 60 კომლიან სოფელს ახლა მხოლოდ 3 ოჯახი შემორჩა. ეხლა კიდევ ვაგონებში ცხოვრობს ხარ, აი როგორც ჩვენ იქით ვაგონში ცხოვრობს, იქით გაიხედეთ ვაგონი არის, ვაგონში ცხოვრობს, იქითაც ვაგონში ცხოვრობენ. რომ საშუალება რა აქვს აშენო. მთის საერთაშორისო დღეს საქართველოს მთიანი რეგიონი მოსახლეობისაგან დაცლილი ხვდება. ბოლო მონაცემებით მთიან რეგიონში მხოლოდ 35,000 ადამიანი ცხოვრობს. Წამოვიდა ახალი ლოზუნგები, როგორც იყო, ისინი ჩამოვიდნენ მთიდან და ასე შემდეგ. და დაიწყო მასიური გამოსახლება საქართველოს მთის რეგიონის მოსახლეობის. მაშინ ფშავ ხევსურეთში განსაკუთრებით 75-80% მოსახლეობის იძულებით გამოასახლეს. ადგილობრივი მოსახლეობა და ექსპერტები მთის დაცლის მთავარ მიზეზად ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებენ. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ უახლოეს მომავალში მთის გასაძლიერებლად კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება. რამდენიმე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას მოვახდენთ, წყლის მიწოდების სისტემების გაუმჯობესებას მოვახდენთ რამდენიმე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში და ნაგავსაღრელების მართვის საკითხებს დავიწყებთ. მთის საერთაშორისო დღე 2002 წელს დაარსდა, თუმცა საქართველოში მთაში ცხოვრება ამ დრომდე გარე სამყაროსგან მოწყვეტასთან ასოცირდება. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი მთიანეთსა და მთელ საქართველოში.